მოგესალმებით მეგობრებო. მარწყვის სეზონი არ უნდა გამოგეპაროთ ისე, რომ არ მოამზადოთ ეს საოცარი დესერტი. ამჯერად მე ვამზადებ დიეტურად, ჯანსაღად, უშაქროდ. ვინც ვერ ამბობს შაქარზე უარს, შეგიძლიათ მოამზადოთ შაქრით. ვისაც რა დოზით სიტკბო გიყვართ. მეც სიტკბო მიყვარს, მაგრამ ამ ეტაპზე შაქარზე უარს ვამბობ. ასე დავიწყოთ მომზადება. გავრეცხოთ დაახლოებით 200 გრამი მარწყვი. გავარჩიოთ, მოვაცალოთ ყუნწები და დავჭრათ სრულ ნაჭრებად. ასევე დავჭრდება 1 მწიფე ბანანი, რომელიც უნდა დავჭრათ წვრილად. ავადუღოთ დაახლოებით 100 გრამი წყალი და გავაგრილოთ. 1 სუფრის კოვზი ჟელატინი მოვათავსოთ თასში და დავასხათ ანადუღარი გაგრილებული წყალი, ისე რომ წყალი ოდნავ ფარავდეს ჟელატინს. აურივოთ კარგად და გადავდგათ 10 წუთით გასაფუებლად. მანამდე თასში მოვათავსოთ დაახლოებით 400-450 გრამი არაჟანი, ჩავამატოთ ვანილი, კარგად მოურიოთ, ჩავამატოთ დაჭრილი მარწყვი, ასევე წვრილად დაჭრილი ბანანი და კარგად შევურიოთ ერთმანეთს. 10 წუთის შემდეგ ასეთნაირად გაფუვდა ჩვენი ჟელატინი და შევდგათ მიკროტალღურ ღუმელში, ან გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე და გადაურიოთ ჩვენს არაჟნის და მარწყვის მასაში. კარგად შევურიოთ ერთმანეთს. მოვამზადოთ ჭიქები და გადავიტანოთ ჩვენი დესერტი ჭიქებში. გადავავსოთ ყველა ჭიქა. და ზემოდან მოვთათ დაჭრილი მარწყვით. შეგიძლიათ მთლიანი მარწყვები მოვაწყოთ ზემოდან, ეს უკვე თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ასეთი გამოვიდა ჩემი დესერტი. ვფიქრობ ლამაზია. დავახუროთ თავზე და შევდგათ მაცივარში დაახლოებით 2 საათი. 2 საათის შემდეგ გამოვიღოთ და გვხვდება ასეთი შედედებული მასა, რომელიც ასეთნაირად იჭრება. აუცილებლად მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით. და არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩემი ბური სამზარეულო, მოიწონეთ და მიკომენტარეთ. დროებით შემდეგ გემრიელობებამდე.